გამარჯობა. მოვიდა, მოახლოვდა შეჯიბრის დღე. დღეს არის ცხია. არ ვიცი, მაგრამ 20-ში არის შეჯიბრი უკვე და მომამზადო მანქანა. ამდენი ხანი ვერ მოვახერხე რომ დამეწყო მანქანის მომზადება, ის მოკლედ რაღაც პირობები გავამზადე რომ მანქანას მივცხო გავამზადო. ეხლა უნდა წავიდე ელიავაზე რომ ვიყიდო რკინები, ჯართები და რაღაცები რომ მანქანა მომამზადო. თან მინდა რომ დავამსუბუქო მანქანა, თან მინდა რომ გავაძლიერო ისე რომ დარტყმის დროს ტექნიკური რაღაცებთან ვიზუალ თუ გაფუშტო მაღაზიაზე მე არ ნერვიულობ. ფანჯრებზე მინდა გავაკეთო ბადეები. უკან საბარგულის ამოღებას ვფიქრობდი საერთოდ, იმიტომ რომ იმ დღეს რანგლერს დავეჯახე სპეციალურად და შალიკას ვიდეოში რო იყო და საბარგული აღარ იკეტება. არ მინდა რომ მოხსნა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ უკიდან მანქანა დამეჯახება, მაგ დროს შეიძლება ან რადიატორი გაუსკდეს, ან რამე პირობითაც ზეთის რადიატორი, წყლის რადიატორი რაღაც. ეგ ყველაფერი მე შემესხმევა ცხელი, ანუ ეგ ძალიან არ მინდა. ასე რომ მაგ ყველაფერს საბარგულს დავტოვებ, რაღაც წინაღობას გავუკეთებ მაგას, წინაშუშის ამოღებაც მინდოდა, მაგრამ იგივე სიტუაცია პირობითად მე რო დავეჯახო ან რადიატორი გასწრებად, მე ვარ შემესხას. ეხლა ზომები უნდა აუღო მანქანას, სად დგას საწყალი მანქანა. რამდენი ხანია ესე დგას? ნახოთ აბა. საბურავი დაშვებულია. საბარგული არც იკეტება. აი ეს მეზობლებს შევეცოდე და დასკოჩეს მე არ მიქნია. მადლობა მურადის. ეხლა აი საბურავი დაიშვა. დანარჩენს ნახავ ეხლა რა ზომაა შუშა. დაახლოებით რო ავიღოთ აქედან არის ესე დაახლოებით 70 სანტიმეტრი. ესე არის 40. ამას ჩავიწერ. საბარგულის არის აი ხლა ვარ მარტო, იმიტომ რომ ბატონ სეროფას ძინავს გოჭივით. ესე არის 1 და 20. ესე არის სადღაც 60 სანტიმეტრი. ძალიან გული მწყდება რომ ეს სილამაზე 20-ში ალბათ აღარ იარსებებს. ეხლა იმ ზომებს მიცვალებულს კუბოს ზომებს უღებენ, ზუსტად მაგ ზომას ვიღებ, ეხლა მგონი რომ 20-ში დაასრულებს ეს მანქანა მოღვაწეობას. დანარჩენს წავალ, ეხლა ელიავაზე რაღაცებს ვიყიდი. შუშა გატეხილა, თუ გატეხილი იყო. ეს გონი ახალია, მტრები მყავს. მოკლედ ჩემი მოშორება გადაწყვეტეს კონკურენტებმა ალბათ და აქვე მოვიდნენ და აქ დაამტვრიეს ეს მანქანა. დიდი ალბათობით შეიძლება დანაღმულიც იყოს და დოქოქა ვაფითქდეს. მოკლედ წავედი ელიავასკენ, პატარა სია გავაკეთე რა უნდა ვიყიდო, რამე რო არ გამოვჩენს, რაღაც იდეები მომევიდა თან. წინ ბამპერზე ვფიქრობდი რომ მილებისგან ამეწყო და მილებისგან ავაწყო ბამპერი. ასე თუ ისე მაინც გონია რომ მილები დაიღუნება და გადაწყვეტე რომ არმატურას ავიღებ სქელ არმატურას და არმატურისგან გავაკეთე ბამპერს წინაც უკანაც. თავარ ეხლა ეგ არმატურა ვიყიდო ისეთ ზომა, რომელსაც ამანქანას ჩავატევ ისე არაფერი გავაფუჭო. ჩემი მუდმივი და დიდგარი სპონსორი არის კარგოპოლო. კარგოპოლო, რომელიც ეხმარება კომპანია, რომელიც ეხმარება დილერებს სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომობილების ჩამოყვანაში. ასევე Facebook მისამართი. სხვათა შორის კარგოპოლო ამ შეჯიბრში არის ასევე მთლიანი შეჯიბრის სპონსორი, შალიკას არხის სპონსორი, სწორად და მოკლედ ამ სფეროს ყველაფერში გვერდით დგას ყველანაირად. ასევე ჩემი სპონსორი ამ მანქანაში და ამ შეჯიბრში არის ჩემი საყვარელი პორტალი. მე კარგოპოლო და პორტალი ერთად ვებრძვით ამ შეჯიბრს და მოკლედ კარგოპოლო მანქანა მიყიდეს, ასევე გამზადების თანხები ყველაფერი დამასპონსორის და ასევე პორტალი მეხმარება ამ მანქანის მომზადებაში. შესაბამისად ეს მანქანა უნდა მოამზადოთ იდეალურად. უნდა იყოს გამძლე ყველა ვარიანტში, იმისთვის რომ შეჯიბრი დააფინიშოს. სიმართლე გითხრათ, ანუ მე არ მეგონა თუ ამხელა გამოხმაურება მოყვებოდა ამ შეჯიბრს რა. ეს შეჯიბრი, აი შემიძლია მიმოწერები ამოვიღო Facebook-იდან, აი როდინდელი, აი ბევრი, ალბათ შეიძლება 10 წლის წინანდელიც, რომ მეულუნთან მაქვს მიწერილი მელაძესთან, დაჟე სანდრო ლომაძესთან მილაპარაკე, რომ მეთქი რაღაც ესეთი გავაკეთოთ მეთქი და
ბოლოს ამ ყველაფერს თავი მოაბა შალიკამ და ძალიან მაგარი შეჯიბრი დაანონსა, ძალიან მაგარი სანახაობა იქნება და ასევე ჩვენთვის მონაწილეებისთვის ხო რა თქმა უნდა სასწაული გართობა იქნება. რეალურად ჩვენ ქვეყანაში ბევრი ისეთი მანქანაა, რომელიც გარეგამოყენების გზებისთვის საერთოდ აღარ გამოიყენება. ასევე ამორტიზებულია იმ ამბავში, რომ ანუ ძალიან ბევრი შეიძლება ვიზუალური დეტალი აკლდეს, მაგრამ ძრავი გამართულად მუშაობდეს და გამოგვადგება ამ შეჯიბრისთვის. გარდა ამ შეჯიბრში სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ვინც იღებს მონაწილეობას, ყველა არა უმეტესობა არის ავტოსფეროდან. ვისაც ამ ავტოსფეროსთან შეხება აქვს რა, მანქანებთან, სერვისებთან და მსგავს რაღაცებთან და ძალიან გამეხარდა, ძალიან შინაურული გარემო იქნება მონაწილეები, ვისაც გადავხედე ხა უცხოელი არავინ არ არის. ასევე ამ შეჯიბრში გამოდიან ჩემი მოახლოების ძმაკაცები პატიკო და სადუნა. პატიკო მიყიდა E46-ი როგორც შალიკას ვიდეოში იყო და სადუნა მიყიდა C-კლასი, იყიდა რა ყავდა. სადუნას ძმას ყავდა სოფელში, კახეთში იყო იქ და მაგმანქანით დადიოდა, ვენახში ჩადიოდა, ამოდიოდა იქ ბაღებში, ატმის ბაღებში რაღაც მოკლედ რა. ეგ მანქანა იყო ისედაც გადადებული იყო მაგ საქმისთვის და საბოლოოდ ეხლა ისე მოხდა რომ ეგ მანქანა უნდა მოამზადოთ და შეჯიბრზე გამოვა და საბოლოოდ სულს დალევს მანდ. სადუნას ყავს C-კლასი. ერთადერთი პრობლემა რაც მაგაზე მოსაგვარებელი არის რომ ეგ მანქანა ამ წუთას არის გაზზე, ბენზონასოსი უნდა ეხლა ელიავაზეთან მაგასაც ვიყიდი. გავამზადებთ მაგ მანქანას. სადუნა იმის პატიკოს მანქანა, რა ვიცი, ეგეთ მანქანებს ისეთი ფასი ადევს ხოლმე old school club ჯორჯიაში E46-ია, მაგარი სვეჟია, ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ბარდაჩოქშია გრული. იაპონურია. მოგავატარე, ანუ დადის ავტომატიკაა, სადუნასი მექანიკაა. მაგასაც გავამზადებთ, ოღონდ ეხლა მე მოსწრებაზე ვარ და სასწრაფოდ ჩემი მანქანა უნდა მოვასწრო. შეჯიბრისთვის მოკლედ მზად ვარ. დაგვრჩა მანქანა მოსამზადებელი, მანქანა ყავს. ყველაფერი გვაქვს რა. ჩემი გათვლა არის რომ მანქანამ დააფინიშოს, ანუ გამძლე უნდა იყოს მაგამ ბავშვი ხა. Mercedes-ი გამოდის, აი სტოს არ აკავი რა. მაგ მანქანას მე რომ ჩემი Fiat-ით დავეჯახო, შეიძლება უცბად იმ მანქანას Fiat-ის ლოგო ქონდეს და მეტი არაფერია. შეიძლება ხმაც ვერ გაიგოს სალონში. ასე რომ გათვლა მაქვს იმაზე რომ რაღაცნაირად უნდა გავძრო, გამოვძრო რომ ისე რა რომ ფიშმაკობაში უნდა ვაჯობო. ასევე არც C-კლასს რო დავეჯახო, არც ეგარ მესიამონება არც ჩემ მანქანას და ნახოთ რა იქნება. იურას თხოვე დისკები მე მინდოდა ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე OMP-ს 15-იანი დისკები რალისთვის განკუთვნილი, რომელიც გათვლილი იყო იმაზე, რომ საბურავი რომ სულ არ ქონოდა დისკზე დაეფინიშებინა მანქანას შეჯიბრი. ეგ დისკები ვერ ვიშოვე, იურას ვკითხე რომ მეთქი რამე მიშველე მეთქი და მაგარ 15-იანებს მოგცემ, მაგარი გამძლე დისკიაო. თუ გაფუძნება არ ენერვიულო, ეგეც არის პრობლემა, ეხლა ხანში იურასთან წავალ. ჯერ აქ ელიავას მოვითხოვ, მე მაგ დისკებსაც გამოვართმევ. დანარჩენი იქნება მე უკვე მომზადების კადრები, რომელიც ამ ვიდეოში იქნება. ერთი რაც არის, რომ რაც მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან მაგარი შეჯიბრია. ამ შეჯიბრს ძალიან დიდი იმედი მაქვს და როგორც ვკვირდებიან, რომ გაგრძელებაც ექნება. მეორე, მესამე ეტაპი ძალიან მაგრად გაასწორებს, ყველანი მაგრად გავერთობით და დანარჩენს შემოგთავაზებთ მე უკვე კადრებში აწყობის პროცესს რა და როგორ იქნება. ეხლა ელიავაზე თითქმის მოვედი. ერთი ვიფიქრე, ჰიდრორუჩნიკს რო ეძახენ დრიფტერები რო ხმარ, აი ეგ ხوار დავაყენო მეთქი რომ რამე რო იყოს, რომ უცბად აი ოპ და უკანა მხარე რო შემოვაგდوان, ვინმე შემოვარტყა. ნახოთ, ერთი კიდე მინდა რომ ჩემ კარებში დადრეხება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ვინმეს რო გამიზვნოთ, გვერდულად რომ მიაწვე არაფერი არ არის, მაგრამ გამიზვნოთ წვირით რო კარებში დაეჯახო, როგორც შალიკას ვლაპარაკე, ეგრევე იმ წუთასვე გაგაჩერებენ და დამთავრებული გაქვს შეჯიბრი, მოხსნა შეჯიბრიდან. მე მაინც თავს დავიზღო და ერთი რაც ვიქრე, კაფირო აი ფანჯრებს რო უკეთებენ ხოლმე მეტალოპლასმას კარფანჯას გაშვა, აი ეგ კაფი ხوار გაუშვა კარებში რო შედარებით ის იყო საქმეა. ნუ ეხლა დარტყმა რომ პირდაპირ არ მიიღოს, მაგალითად ჟესტი როა შემოარს, იმიტომ რომ ისედაც ეგ მანქანა ისედაც ქაღალდივით არის და ცოტას შეამცირებს ბოლო-ბოლო ხმა მაინც ეკნება ნაკლები დაჯახების დროს. პატრული ბიძია ჩვენ არ მოყვება, მოკლედ ეხლა ეგ მინდა რომ სადმე დავპარკინგდეთ. დანარჩენს გაგებინებთ დეტალურად. მოვედი ელიავაზე.
მოკლედ მივაგენი ერთ კაი ადამიანს, აი კნაუფის დაწერია საბითუმო საწყობი. აი აქ რომ მოხვალთ, აქედან არის შესასვლელი. აგლაძიდან ამოდის გზა, რკინისის რო აქვს, მეტალობაზარო არის მაგის გვერდით ეს შემოხვალთ და აი ამ ადგილას აკეთებს ეს კაცი ამ სეტკებს თუ ბადეს ზომა უთხარი. ჩოხტე. აი აქ. ზომები უთხარი რაც მინდა და აი ესეთი ბადე იქნება, 1 საათში იქნება მზად. ეხლა ვნახოთ აბა პროცესი როგორი იქნება. მერე წავალ გამოვლი წავიღებ. მოკლედ თუ ვინმეს დაგჭირდებათ, ამ კაცის საკონტაქტო ეს არის ნომერი, ბესო ქვია. აი ესე მიდის პროცესი. ეს კინა ეხლა გაკეთდა სხვისი ოღონ ჩვენი ეხლა დაიწყება მალე ამისგან გამოვა ახალი ბადეები. დანარჩენ შედეგებს გაჩვენებთ. მოვედით ეხლა არმატურებს ვამზადებ, რომ ამ არმატურებით უნდა გავაკეთო ბამპერი. 64-ში ვარ რა. ყველაფერი არის, გილიოტინა გინდა, ლაზერული ჭრა, ყველაფერი აქ არის. ახოთ ეხლა რა იქნება. თუ გაამართლებს არმატურისგან გაკეთებული ბამპერი, იმედი მაქვს რომ გაამართლებს. მოვიდა როგორც იქნა მანქანის მომზადების დღის დღე, ჰა? ახოთ ეხლა რა იქნება? ეხლა გაჩვენებთ ეს არის პატიკოს სწრაფმავალი. მე სადუნას მანქანასაც გადავიღებ, სადუნას მანქანა მგონი უკვე მაგ შეჯიბრში მონაწილეობა მიღებული აქვს ისე დღეშია. ეს ფარამოღებული ტროიკა რა თქმა უნდა საკულტო თემაა. ეს 2 და 2-ია, ხო? 323-ია. ანუ 2-ანუსიანი გვაინოლია გვაიქია. ანუ ვერ დააკავებ თუ დააკავებ თუ როგორ? საჭე ბარდაჩოქში აქვს, მაგრამ ეგ არაფერი. ეხლა გაჩვენოთ ყველაზე ძლიერი ტექნიკა, რაც ამ შეჯიბრზე იქნება. ვიღაცებმა სახელი დაარქვიო შალიკამ და ვიღაცას მეთქი ფერარი მეთქი და ეცინება და ვისაც ეს ფერარი არ გონია, თქვენ ხართ ბოღმიანები უბრალოდ და მეტი არაფერი. მოკლედ აი ეს სწრაფმავალი. ეს ინციდენტი იქონდა რანგლერთან. რაღაც ვერ გაიყვეს, ერთად იყვნენ გარაჟში და არ ვიცი რაზე დააყარეს. ნუ საერთოდ ჯამში მორიგდნენ, ეს გარეთ დარჩა რანგლერი გარაჟში დგას. ესა. ეს ადგილი გაჯით არის ამოყვანილი. ამას ეხა შეჯიბრზე გავასწორებ მე. მოკლედ მაგარი ამბებია რა, სალონი უნდა ამოვიღო. ცეცხლმაქრი შევიძინე. მაინც რა ვიცი მეორედ მოსული აქ არავინ მინახავს და მეც ერთი სიცოცხლე მაქვს და მაინც გავუფრთხილდები ცოტათი. ეხლა ველოდები ერეკლეს, გულში რაც სკინები და რაღაცას ვიყიდე გავამზადეთ. მომიტანს ყველაზე სწრაფი ევაკუატორი და დანარჩენს პროცესს თან გადავიღებთ, თან გაჩვენებთ რას და როგორ ვაკეთებთ. ეხლა დავშლით. ეხლა ნახე. როგორ მაშინ ბაგაჟნიკს ავხდი? ახალ ბაგაჟნიკი და ქოქილ ბოლგარკას შევაგდებ და დაკეტე ეგრევე. ძალიან მარტივი პროცესია, რო არ იწვალოთ ხოლმე დიდი ხანი, აი აქედანვე შორს რო არ ვიწვალოთ, მანძილი რო არ გავიარო ბევრი. ერეკლეც მოვიდა, მოგვიტანა ჯართები. დავამძიმო მანქანა, რომ მე ერთიანად უფრო ძვირად ჩავაბარებ ჯარში. კი. ეს ბადეები, არმატურები, ლისტები, აბა ნახოთ რა გამოვა. ორჩა ბალგარკა მუშაობას მესახე. აჰა. დაიღალა ისვენებს. სალონი გასუფთავებულია ზედმეტი რაღაცებისგან. აქ დიდი ალბათობით ამ საზაფასკეს კი არა და სათადარიგო საბურავს დავტოვებ. იმიტომ რომ შეკრული იქნება ეს ადგილი, ვინმე რომ დამეჯახება, რბილად დაეჯახება.
მივიკოდი ნახე რა თქონია. პირველივე დარტყმაზე ლევია მანქანა ეგრევე. Всё, აი ეს. ამან დაისვენა, ნახე ქვაც გაუტეხია, საწყალი. ქვა აღარ არის. სამწუხაროდ, ეგ არაფერი. თავის საქმე გააკეთა. ეხლა დავცხოთ გარედან. ჩემი აზრით კატას ბავშვობა და რაგბი უნდა გაიხსენო და რაზგონით გამოიქნიო და აი ზუსტად აი ეგრე გამოყევი. არ თქვა ხარ მტერი იყო შიგნით. მარადიორები, რის განათება? ნახე ვიღაცას როგორ უშრომია, ის მიუსვარკებია. სამაგრი. ერთი შეიძლება დააბიჯე რა კატას რა. აჰა, ეს მეორე მარადიორი. ეს ძიმეწონიანი მარადიორი, ეს მსუბუქი მარადიორი. ნომერი მოხსა, ხო? ნომერი არ დაგჭირდება. ეთალალი, პატალაბალი ყავიცუდა გაიცა. არა, ისაუბრებს ეგ რა. პატარა ბოშის კუტუსავით არის ეს ბალკა. ეხლა ნახე რა გვინდა ჩვენ. საბარგული რო არიკეტება, კატას ჩაქურჩი გააძრე რა. საბარგული რო არიკეტება, უნდა ჩავკეტოთ. აი ეს ადგილი უშლის ხელს. რა? აი ეს და ეხლა ტრაქს ათამაშებ, უნდა მივარტყა მაგრამ. აბა დახურე. ხო და აი ეგ ადგილი უშლის ხელს რა. ყველასო დაჯახებული ყავია რა. თვალებში არ ჩაგეყაროს ნატეხები. აბა ცადე დახურვა. დახურე? ეს არის გარეთ გამოსაწევი. მაიცადე. აბა ეხლა ნახე. ბიჭო, ბიზნეს დაუჯერეთ რა. არ იხსნება? იხსნება? მენა რა, ჟესტიან შიკი ვარ. ეს ნე თითე ვერ გაიჭრა. აუ, გაჩი, სტიკერი იჭერს იმას, რა ქვია. ხო და ისქოთ რა, შუშე მოვაძროთ ეხლა. პორტალი ხო ყოველთვის ჩემ გვერდით არის და აქაც მეხმარება. გატეხილ შუშას იჭერს. აჰა. ეს ეხლა როგორმე გამოძრე. So. ეხლა ნახე რა მინდა. ეხლა საათი უნდა მოვიხსნა სანამ გავაფუჭებ. და მე ეხლა გვინდა ჩვენ ბალგარკა, რო შემოვჭრათ. გამოვყარე? რამდენი კარტინგის პაკეტი გაჩი. მოხდი კამერა ხო წავიდა მოღა და გავაყოლეთ ფალი. ნახავ შემოვადი. ნახე ბიჭო ხაფი ვიყიდე რომ ნახე რა ვქნა ზაგარს აი ეს ხაფი ვიყიდე რომ გოლის კაებში გავაკეთე რა და ხალ ისე არ მოხდა ჩემთვის მოხსნი ხა შევიცდა სმარტელობით ხა იმას ვერ დამიცავს რა ქვია შევიცდა შუშები ვაფშე სავალდებულო არ ვარ იყოს არა წინასწორებს
Лобовой да, багажники, ты на шейх номер там აი, ანუ გორჯი შვე მოგვსნა. ყველა. რომ ყარია. გადმოვინაცვლოთ კარისკენ. ეს შეიძლება ვიყოთ რომ ტროსი გინდა. ან კაპრონის ძაფი. ვინმე CX-750-ის ტროსი თუ გინდა და ცოტათ რომ მქონდა. არა, იმის გაზის, მაგრამ აიცა. აღარ გვაქვს. სლანა. როგორ შევაძრუნოთ ეს ამაში? აი, ბიჭო, ვაცე, აგებია. მაქსი გავიც მომიცი. ეს შევიდი. ეხა თითში შეერჭობა. არა, შეიძლება. მინდოდა. ნახე რა თესია. რა კაცო ცუცი არა შემოვასკდება. ეგრე გამითხრა. ნახე რა პატარაზე ესო გერმეტიკი. შეხედე ძიძი. ჰა, რა პატარაზე ესო გერმეტიკი შეხედე. არა უშოს. რა საკეთე? რა თესია? აი რა ნუყრი. ცოცხი. აბონა თუ გა. მოიცა. და ხაოს. ჯოი. არა სულ მიაკამა. ნახე რას გავს კიდე გავუყიდა თავი რა დავიე ეგ ცოცხალი ხა. დავუყიდა ჩება გასვავები თუ არ ასვავი რა რატო მე რომელი ჩემო ხას რომ სუპერ ძალა იქნება ვალენტინს ახდიდან ნამტროები წამოვა შუშების ეგრევე და ესე დავამაგრო და ზედმეტად ჩამოვჭრილი მაშინ ისე დავამაგრო რომ წყალი არ შევიდე შიგნით ესე წავა ისე რომ ჩემი სპონსორი უნდა ჩანდეს ეხა ამას კიდე ბევრი კარგო პოლოსტიკერები დავამატოთ ამ მანქანას მოტოს კი არა სულ მოტოზე როგორ არა სხვა საქართველოს დროშა საერთოდ ფილტრიტო. რა ფილტრი ბიჭო 2.25 შიგნით რა ფილტრი. აი ეს მაგარია. საბარგული სამაგები რომ დარწმუნდეს რომ ჯვარა იხადოს არა იქნება თავის არაფერს არიზო ძალით ვერ ხდი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესე გავუკეთებ რა ამ კუჟინებს თუ გამოიცნობთ აქ რა მოუვიდა. ვერ გამოიცნობ შალიკას თუ ვერ გამოიცნობთ შალიკას ვიდეოს უყურეთ. აი კადრი იქნება კამერისკენ გამოვიდა კი ძალიან კაი კადრი.
სამუკის დემის მე დავაყენებ რა. გამთულობა. აი, ეხლა ნახე. მე ვამბობ. შეხედე, ესე წამოსვლა და გამოგვიყვება. ჩაქუჩი ბევრად მარტივია და დროშიც ვიგე. შუშას ხوار გავტეხოთ მოდის. რა ოდიში ამ გამოთქმაზე რა ჩემყლები გინდა. აპატიო. გაიც პასუხი. ჩადი ბიჭი. გარეთ არეჟინა მოაწყარე შეიძლება რა ხალხი. დიდი რა. და პლასტასებიც მეცი და ეგარი რა. ანახ. ამე ჩამოჭრნენ რა. ერეკლე. კრანს დამიკეტა. კრანი დამიკეტეო. დავაცენტრო. აბა, ცოტა ახლა გამოჩუჩე. აბა, გამოიწევ ხედავ. ეხლა გამხაზა. ეს. ეს ზოგადად ესე ეხლა კიდე მოწამობ. კი, მაგერია. კრილოს დარტყმას რომ მიიღებს, გატეხავს ამ პლასტმასს. ამიტომ რას ვაკეთებთ? ეს პლასტმას ჯობია რომ აი აქ მოვჭრათ, რომ დარტყმა აღარ წამოვიდეს ამაზე. ეხლა ვეჯიგა რომ მოიცა. მაი კრიშას დოს ბალგაკა. მომე რა ადამიანური ბალგაკა რა გეცეთ. გამოსერებელი და ვათრიო მე. რატომ მომე რა? როგორ უნდა მოწდეს? ვინმე მიხარ პლასტმას ნატეხოს გატყვის მე გამოვყევდი თუ თქვენცეგრე ხარ. ეო პასოში. აი არ უნდა. შედმეთ დეტალი. აჭერი აქ რა. აი შო ეს ახლა აქ გადაწყდება უკვე. ეს მოხსენა. აი აქ ჩაჭერი. სად? აი აქ ხელი სადაც გიკიდია და გამოვაგდე ის კუსი. შახსები 1.50 ეძე რაზო. არა, ეგ არის. შედი. ეხლა ნა. სად არის? 18-ზე პატარა არც ერთი არ არის. სპარკი რო დავშალე იქარი. მოაჭერი ისიც. ебеш. გადაჭრა. კაპოტი აღარ ჩაკეტოთ. კაპოტი აღარ დაკეტოთ, ეს სამაგრი გადავჭერთ. ისინო რა რა, ცოლები რო ქრევს ეხმარებიან და მეტრიანი ტრუბას რო გონდა. ბარგაკეთო და მეტრიანსაც მეტრიას. აი. და მეტრიანი უნდა ტრუბას და მეტრიანს ის ბარგაკი და მე იმაზე ესე ხარ. დეტალია. ეხლა ის გინდა დრელი გინდა რა. დრელზე გინდა სვერო. იქ კარგრელი.
ნახე სადაც მიიტა ერთი წამს სხვა რამეს გეუბნები ნახე რა კარგი მეტკა აი ეს კვალი არის აი აქ ზუსტად ეხა აი ო მე ქვევიდან ზევით გავგლიჯოს და ეგ მაიტა დრელია შურპორტის ფიზას მომეც შენ არ მოწე მე ვიზა ის პარკი სადაა რაც ვიყიდე ეს არის გრიფტები. ნახე ცხელი მოემატება ხო ნახე 29. აი უნდა ჩავსვათ კონფეტი ხომა თავი უფრო დიდი უნდა გქონდეს აუზ ძალიან კაცურად ხოიქა სო ეხა მინდა ნახე მაიცა მათხოვე წამა მან ხონდა გაიარო სამაში გადის მე ზევიდან ჩამოატარე შეიძლება და კაპოტი როგორ დავაფარო მე მანახე პირამიდეს არა აი, გასაფართოებელია ეს. ის ჩაატარე რა ესე ოდნავ რა დაფარდა ოდნავ კაპო დაფარდა მანდაც უსა ჩავი გაწე აწე კაპოტი დაიჭირე დავი მაიტა ტრაქტორი დასამგრელო გაიგებია ორი გაიკაკია დიდი ალბათობით ერეკლება ითვისა აი დიდი როა გამოგთხუნილი დიდი გვერდზე აი არა გარეთ პინოზე გავუკეთე ო მარიამ გავდი საფალე წამოვიდა ო გაიგე შაიბები რა ჯექებია შაიბა ორი შაიბა 4 გაიგე ორი გაიკა მე გავარდხი აჰა იმენა ეს დასაწევია ეხლა დავწიოთ. დასაწევია კი არა აი რა ის ეს ისორი დახანდი რა 5 რო განახე აი ერეკლება დამეთკა სათვალე მოხსნილი ქონდა და ნახე აქ დამიტყე. როგორ დახე აქ არის ეხა ეს აქ დავაზაკო ხო იბად. ეს სერლოები eBay-დან გამოვიწერე 1 ტონო $2 და არ შეჭარბა ოქრა ხელი უნდა ვარდე. ხუდუიო ძალიან კაი ვარგა. მატოსაც ხო ჩაიჯვალე და მანქანა ცხელი მოკიდა არ შეიწრიოს ამა როგორ ფება ნახე აზიური ჭხირებით უჭრე ხუჭო აზიური ჭხირებით რა გითხრა მაგრამ რაღაცა კოღოს კუტუსავით რო არის ეს ზაკლოპები ეს როგორ მოხდა ეს დავჭეჭყე უკვე და დაის კი სამგვე ხო ჩვენ მინდა ამლაბოვის მაკეტი აი დააწექი კუთხეში დააწექი აჰა აკეტი არა ეხლა ცუდიცი არის ამა ლუზობაში ეხლა მომისმინე აი ამ გონზე ხო არის აკეთაზე და ოსვარგოთ და ისიც ცოტა აშთაზე შუაში ესეთ პრობლემა მე გეუბნები ლაბოი აი ეს უნდა მოვწვათ ეხლა მაშინ ესე მე გეუბნები ლაბოი ამოვიწოთ მეთქი აი ვიღაცას დავეჯახო შეიძლება შემესრულა ის რა ანტიკრიზის აუ მე რას ვიცახ ვაფშე სასიტი არ გონაძინა და შილაკიც არ გაგეკუჩდეს რა ჭირს არა მე რას ვიცახ უთხარა ლაბოი
ცოტა პრეტენზიულ ჩლებმა. აი ეს რაღაცეები. გონ ჯობია აქედან შეძლო. აი აქ დაკარებდა შეძლო. δεν σακეთέ. Σκούκασε, ζε, თავსაც სახუროზე. ეხა ხეჭ. მიდი, მომ. ყველა ხარისხი არის ეს გამოწმული. ატა კარგი და მოძახშელი ახლა. დავიდა მე კიდე შეიძლება მოგყვეთ თქვენი და აი ამ სანათის ისტორია. ეგ სანათი არის ძალიან ძვირიანი. მართლა. იმიტომ რომ კარგი და ცუდი გადაცემათა კოლოფები, კარობკა მქონდა კარგი, რომელიც $250 ღირდა და მელოდებოდა ერთ ამ დღეებში მოვალ წავიღებო და კაი მეკი და გავუმზადე დავდე. და მე ამერია და სანათი გავაკეთე და სამწუხაროდ ძვირიანი სანათია. მე მეგონა ცუდი გადაცემათა კოლოფის განვაკეთებ და სამწუხაროდ კარგისგან გავაკეთე მაგფასად ალბათ ნებისმიერ ბრენდულ მაღაზიაში ბრად უკეთე სანაც ვიყიდი, მაგრამ შეცდომები ყველას მივიდა. просто ნერვები იმაზე მიშლებოდა რომ ვიღაცა თქო მართლა რა ვიღაცა ტიპი წამი კაროკა გაფუჭებული მქონდა და მე ჩემი კაროკა ანათებდა აქ და იმის მაგივრად რომ ვიღაცას ევლო განუტევა სული კაროკამ და ახალი ცხოვრება გაგრძელა სანათში გადმოვიდა სული. იადეთ სწორია? ვერ ხედავ კიდევ პულისა. Арио. ცოტა შეძე ოდნო. გაჩედი გამოციგარი. ოდნო გამოციგარი. Где? ხო ეს გაჩედი.
ხანა მოვხავ შეჭება. ჰა? მინდი ხო? რა ვაგიდო მანქანა მოვხავ. ორგან და შენ თანდაც გიგე ძალას ვერ და ბოლოსო. არა ბიჭო წამოვიდა. აი კოსტესია რა აი ნაცავალდება მაგას უნდა დაასრულო. გამოწევი. Oh, shit. ამან მაგას რო ძირებს მოვაჭრი, გარეთ გავა. მე რა მოვხი? ცოტა კიდე მომიხარე და იგა. და ხელი კი არა შეხელებს ის. ის მინდა რა. აბა აგიტურდება ერეკლე ეს რაღაცა შენ თვალების მე რომ დავაცებ თიკი გაფიდი რა ვიდი. ოცა? კეთილი ძმა. ეს არის 66 მეტრი. ხო მაინც შეკავოთ. 46. ესე იგი 66 მეტრი რო გაყوار 38 ხო არა? რას გაშიუდით ყველა ბიჭო? 38 რო ეგრეა. გამოლაპარაკე მამა. ესაც სწორად დავიხაზია აი ჩემი კაი. საღო. ხო ბიჭო? წეგარ მომანი დამეთქვა ხო იცი? ო, პოპატიოდ. არა ვიცი მაინც ასე. გადაო ბიჭო. წვეთში გეუნები. საუბრო. ნახე რა დავხაზეთ. ერეკლე. უნდა ჩართო, უნდა აი მენა მილიმეტრით უნდა მოვხო. კარებში ვიღაცა გამარტყას ეგრევე გააჩერებენ და გაჩერდება შეჯიბი და მოხსნიან რაში? სადაც ინახიე კარების გარდა. ის მაგის გავხობს? აბა ბორბალი რო აიღო, რული აიღე. ეხლა ამის ბორბალი წინ არ წამოვა. так что ეს აქ კაია. ეს ესე. რა კინა არ არის პლასმასია. აბა ამას და იმას შორის სხვადასხვა დაშორება გვაქვს ესე იგი. ამ ბამბეს და ამას და იმას შორის. დავიღალე ხო არ გადავა. ბიჭო მართლა მარტივი მეგონა შენ მომასწავლა. მარტივი არის ჭამაც მო. ო ეს რაღაცა პაზარია. 100-ი მაგ
ეხლა გვინდა ჩვენ ბოლგარი უმეცი. ბოლგარი. ცეო. რაც ხელია, ყველაფერი ძის რაღაც რკინა ეგდო ისიც ხელია. მაგნიტები სად არის შემიძლია პოვეს? აჰა, ტექნოლოგია. ინტერნეტ. აუ, დამაბნო. აგად უყურე რამე არ მოგატყო. შიტი მომს. პროვიზორის ვასწავლა. მეორედ მოსვლის მე თურმე დარჩებით სადნე ყურადღებით იყავით. ფეხი არ წამოკრათ ამ ბამპერს. მოექველი გაუძლებ. ხო არ დაიღალე ჯიში. ბიჭო ეხლა როგორ შეიძლება იცი? აი ფილმებში რო არის, ხო იცი აპოკალიფსი რო იწყება და სამი კაცი რო გადარჩა საძმაკაცოში და რომ ამზადებენ მანქანებს. ისე აპოკალიფსისთვის. შენ თუ არ გააკეთებინებ იმას, როგორც ამას აკეთებ, ორი არ არის მიგალა. ოპა, Bluetooth იცაკ. ცეცხლ მაგე მათხოვება სადაა. ბიჭო, აბიუკა უნდა მოუჭრათ. თუ დავტოვო. დატოვე რას გიშლის აბიუკა რა. ეს სომეხი ნახე აბიუკა დაინანა ეგრევე. აუ ბიჭო იმენი. აი ეს უყო. შენ რას პრობა? კი. კაი აზრია. იცი რა მინდა? შემოძე შურპევორტი და ისა რა ქვია. აო, შურპევორტი და სამარეზები გააძრე. ცეცხლ უში წელი. აი ბერა. ნოხშოთი ზეგამი. სახო. მორჯობა. სახეზე კი მეტყობა გუშინდელი დღე, მაგრამ ნახოთ. მაინც ვერ მოვჩი. დადუღებას და იმდენი რკინა და იმდენი არმატურა დავადუღე, რომ მე კემპით და იმას ჯობია ელექტროს ვარკით. ელექტროდით დავადუღებ. ის ნახე. ეს მხარე გავამაგრეთ. იგეთივე იქით მხარეს ეს აღარ მოძრაობს. აქეთ ამ მხარეს აქაც ისევ იგივე გაძლიერებას გავუკეთებთ. და ბამპერს დავაყენებთ ისევ თავის ადგილას როგორც იყო. გვიშნე ერეკლე მიადო ბამპერი და ბოლტზე ჯდება. ასე რომ ბამპერი ისევ თავის ადგილზე იქნება, მანქანას რო შეხედავთ, ვერავნერებს ვერ გაიგებთ, მაგრამ ჩემ ტერს დავეჯახო მე. დანარჩენი რა და როგორ იქნება, გაგაგებინებთ ვიდეოთიც და ნუ 20-ში ყოველას გელოდებით რა თქმა უნდა, რომ უყუროთ ამ სასწაულ შოუს. მაგარი შეჯიბრი იქნება. ეხა ერთი კაცი გვინდა ავტომატთან რომ დადუღებას რომ დავიწყებ გამომაგდებს ხოლმე და იქ რო დადგეს.
განცხელა. მეცვალები მაგრამ აი ყველაზე ახლო წერტილი და მანქანა. ერეკა ბოდაკა წამოიყო რა. და მე წამოიღო. და აი ამან რომ დაიჭიროს ესე ორი ცალი. ხო? აი ესე რო იყოს ახეთ რა, ამას რო დაიჭიროს. ან ერთი შუაში. просто დიდ უდარზე ეს რომ მიაწვეს რადიატორებისკენ წაიღებს ამ კინოს. მეგარი მინდა. და ამიტომ ისე ჯობია გაკეთე. ამიტომ ჯობია რომ ესე იყოს, რომ რადიატორებს არაფერ მიაწვეს. აქ ბოლტები არ აქ ცხამთები გაუშვი. იმიტომ რომ იქ უდარების და იმის დროს არ შესვენების დროს არ რაღაც თუ დაიმტრევა ეს, უცბად გადაჭრი, იმით რო არ უშვა რა. გადაჭრი მოაძრო ბამპერს, ბამპერის გარეშე იბირო რა. ხო რა ხამთებზე აიღეს. ამას თავი დაუთხელე. და უფრო კაი წამო. წამოვა. აუმარჯოს. 20-ისთვის ვარ პოლ მიხოძე. და უეჭველი სისხლს დაუღური. ზეთის ბოლო წეთამდე უნდა ვიბრძო. ხო იქნება. ფიატი. ფერარი იყო, მაგრამ გავრეცხეთ და ეს დარჩა. ბალიში ვიქო. ხო და ესე ჯობია, ამის დადოდება ჯობია, გენას. აბსოლუტურად არა, იუთუბერები საკი არა, მე საკი ვარ. და შენ იუთუბერი არა ხარ? ჰა? შენ იუთუბერი არა ხარ თუ რა? იმათ ხო 50000 და 100000 გამომწერდა. მე ხო 25 და 22 ჩემი ნათესაურია. ერთი შეღარ ერთი ელეკლეო და გადასას აღარ გამოწერილი. ჯანაგლია ჩი. მე ჩემო 24 საათი ერთად და YouTube-ზე პორნო მიყურო. ვეფერზე ნახე. ოკეი. ის პალასა თუ რო ქონდა. ზაი ასტი არავინ არ იცის ჯერ. ზავა ჩალიკამას არ იცის ჯერ. მოსაფიქრებელია და მაგარი მუტალი ამბავ ისა რომ ძალიან პატარა ადგილზე იქნება. გადასასწრები ადგილი როგორ იქნება რა იქ. ავტობუსზე არის? ეს სიმღერა კოსტა რა ხმას უსმენდა ნახე. ჟესტის ხო იცო ეს ნა. შეიტან შიმის სამში. გუნდური სიარული არ შეიძლება? ზარიც გუნდური ეხა ვიღაცასთან და რაღაცები გიქოში რომ ესე შეგაცას გაურიგდები რომ მოდი შეიძლება ჩაკეტვა რაღაცები იყოს მოინა. ეს ეხა ჩემ როკას სიყვაზე რომ დავინახო რომ
შემიძლია ისე დავარყო რომ დავუზიანო მანქანა რომ ვეღარ გავარწევ არ დავარყო პირად. სხვას დავარყო. თელი მომი ეგარი მაგ ანუ გუნდურში ესე რომ გააკეთო რომ მოდი შევიკრათ რაღაცა ცოტა აღმოსვლა, იმიტომ რომ ფიზიკურად დიდი ადგილი არ იქნება. აი ორი მანქანა რომ ჩადგეს და მესამე რომ წინი აროს. ყველა ვარიანტში ანუ უკანა მანქანები ამ ორ მანქანას წინ ესე უცბად ვერ მოერევიან რომ ეს ორი დაჩაგრო და მე კიდე იმას დაეციო ანუ ვერ მოხდება რა. და ეგეთ რაღაცა ჯობია რომ არის. ბარი მოგადაგვარ და ბარი მოგიჩო. რუსწე მომეჭრა, არა მას მაღლა ცოტა მე მომეჭრა. მე კი მაღლა რა. არა, მაღალზე ვთო ძალიან რამის. ბუდიში ამ სპორტზე შეუდებ რომ არ ჩამოვარდეს. ბუდიში მაყურებელთან და ეს ნო გადაესტო ჩემ წონაზე. აი ეს რაღაცები ნახე. ჩამოდი. ეს რაღაცები ხე ეს ჩამწვა. სადმე რა ელექტრო დაამოწოს. ვაფშე დამცველების ბუდიში რა? აი წადი დაგერა. მოდი გასწავლო, კაი გადაჭრა. ურე. აგერა ის შემერყაურა იმენაში. ეხლა მე გასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს სპორტული მანქანა, შეზღუდვას წავალ ელექტრონული, რა. ძალიან მარტივია. ვაყენებ კინემას. ჩაჯიქი დაქოქე მე პედახანწლებს ამოსვლას დავწყდა რომ ჩაკრება მითხარი და ჩავსვამ ხარ. ვაი მე ტრაქტორიდან კომელი არ ვიცი. რაღაცა მისწოროვანი ხდება. მე პოპულარ. ესე გერმეტია. არ ძალიან გერმეტი შეგალია. ამერე სუეზე პრობლემა. აი შარფე. ეს კონობის გაში მენუაში ნახავ მე. და ფარების, პაორტნიკების და ეგეთ სისულელების დამცველები ამოვაცავი. ეს დამცველების ბუდეც ისე ადგილას დგას რომ მგონი თავში გავირტყო ვინმე რომ დამეჯახება, ამ ნუსო დავეჯახება. და დენი დაგა. არ მინდა რომ დაამოკლოს რაღაცამ და ჩახდეს მანქანა. ეს ახლა ზურმეტია. ეს ადგილი რომ მოვწვათ კუზოვოს კრავს. просто ბორბალთან ახლოს ვარ იყოს რომ დარტყმილოს ბორბალს არ მინდოს და არ გაჭედოს. რატო ჭრი ვაფშე? ჰა? რატო ჭრი? ბიჭი დარტყმის დროს აი ამ ადგილს ვერ დავიწყო რა. აბა ჯარმატკო. ეს იმ დღეს ჭიჭი რაღაცზე გაბრას და მუშტილო დაარტყა. შეიღუნა. ამიგორდა და გაბრას. აი მოდარე. ოტა აი ეს ადგილი მოვიღოთ. და თავისი ბამპერის ფორმა რომ მივცეთ. და ჩვენ მე როგორც ნამდვილი პროჭები ავდგეთ და უკანა ბამპერიც მივაყენოთ. ჰა? უკანა ბამპერიც როგორც ვითომ წარაფერი. და ეს მანქანა იქნება წყლის ტყავში გახოვული მგელი. ვაფშე აი ესე ხო, აი ეს საერთოდ მოვიგნოთ. და ბოლოში პალასაკი როგორც იმაზე გავაკეთე. ო მასეთი განერი არ მინდა ის როგორც არის, ეს წორო. ეგნი იქნება. ასე ვერ გაგიგო ეს საუბარი. რა ფერარი იყო? ძონები. აუნა გაჩუჩი ცოტა შეც. მაგას მოვაჭრე. ხო. აი ხანდი წაიჭრას. ხო.
походу მაგის გარდა აი ამ უშლენე გავუკეთოთ, აი მან უნდა აი აქაც გავუკეთოთ უსლენები ამაზე. ეს ამას გამარჯვებს, ეს ამას. ეხლა ნახე. და როგორც იყო. აი ეს ბორბალს რო არ გაცდეს, აი ესე გავაკეთოთ მოდი რა. აი ეს. აი ეს ხო. და მაგას მალდო ხო მოხდა. დავიღაღა შემილივით. ხაც ბავშვობაში ვინც დიდი ხანია მიცნობს იმას მაიცა ბავშვობაში მყავდა Opel Astra ხონა 2-0 იყო დოჩს რო ეძახი ნორმალი და მაშინ ძალიან ბევრს ბუქსაობდა და ვიყიდე კალიბრა გადავჭერი კალიბრა Opel-ზე უკანა მხარეს ამოვჭერი ხონა გავაკვადროვე მოკლედ რა იყო ორხიდიანი Opel Astra აი მაშინ ვთქვი მე ერთხელ შეცდომა დავუშვი Toyota რო ვაწყე Prado რომ ყავდა Mercedes მოტორზე დავშალე Hilux-ის კუზოვ დავაწყე მოკლედ მთელი ამბები იყო მას აი მაგორს რომ მოვჭი ფილოთ ცხოვრებაში მეთქი აი არასდროს მეთქი აღარ იმახსოვდა და ხალი მაგრამ ეხლა იმენა სანამ დავიწყებ მინდა ხოლმე და ეხლა ვნანო არა დაწყებულს ვერ მივატოვებ ერთადერთი რაც მხარი ის არის რომ იმდერკინას ვაყენებ რომ ბოლოს ჯარჩი რო ჩავაბარე ბერფუშო ეს კონკრეტულად ვიქცევთ ის დაიწყო მეგობრები გვერდში მიდგანა ესენი მიხა კარტამის ვაცეთ ევრი ფული გამჩნდება კინოში რაღაცა ხმა ისმის ცუდი ეთქვა რაღაცა დაჭილა ჩართულთ რაღაც მე მოდის და აქ თქვენი აკატა ხო 5000 ლარი რომ მომგო ხინკავს ვიკისებ 5000 ლარი რომ მომგო ხინკავს ვიკისებ სადმე იაფიან ზავიძენია სადმე თვით იაფიან ზავიძენია ერთი და ხინკალი გამიქცა ცოცხალი იყო ის დედა მოწყდა მაგარიო მეუბნეობდა Tu egész górszoló. Tu egész górszoló, szuper. Dobry. Można uważać, a ta saksa ładną tliera, tak czy nie. Sała. Jak trzeba, tak czy nie. Kada egész rozgadzina. Tata, zaczął. Aha. და ხელდანა გაგიო. რა როგორ გაჩუნდა შუბად ხუჭო ოპლაგე. მე ცოტა მიყვარს არა ორიგინალი. შურუპოვი ვარ ტი. თვითონ დაწერია რომ ბრაშლესია და ჩოთკევის მოყვა რო კიდო. MT-09. MT-09-ის ნიკელი თუ ასწორებთ, აი? არმატურას. თუ ისიც მოვხაროთ ერეკლე ჩამოყალებდი ხა. არა, გავშავოთ, ძმა. არა, იქ მის მოხდა, არა. მაშინ ეს გავშავოთ. არა. იქ ძალიან გამოგვიყვება, რომ მაშინ ეს ვაკა ჩაეკანო. არა, მან დრო დაატყო, მე დარტყმაზე პირდაპირ აქ მიიტანს ძალიან. მე რა უნდა მიიტანო აბა. ამ ხელ არმატურას 2 წელს გაგაღვინო ზოგადად. ბიჭო, იმ ხელ ხوار გახარე, ხმარკლაუდარი არ იქნება. მიდიხარ და ტიპი მოვა დაგეწევა და მოგაწובה. არიელატომით ხო არ გამოვა ვიღაცა. მაგას რა მუღამია ხო? რაც? თუ არ გამოიქანი და არ შეასკდი? არა, ეგენიც იქნება სამაგისო მაგას უძღვნა. თუ არიელატომით გამოვიდა ვიღაც და 30 მეტრში 70 წაიღებს, ბაზარი არ აქვს, მე გავუმოდი. დასპეცებული. ოპა. Ულაიტე ტიპი გარისება შეშურა დაამამაშა.
ეს ბამპერი მაჩქეს და ვარ აი ვიდა ლისტები აქ მივაშორქოთ და შეკრავს მაგას. ლისტები როგორც მომწონს ისე გაჩნეცა მოიწევ. ეკი ხო არ დაიღალე. არა. მე თავის ბამპერი წავა თუ არ წავა არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით კაი ასია. შენი აზრი აქ არ არის მნიშვნელოვანი, ასე რომ შეგიძლიათ ყველა არ არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. კაი ვიდეოს გადაღებას წვეთ, კარგად ხარ. გადაღებაზე კი შეჭება. და ის არ უნდა კონდეს რა ქვია. ერთის ეს დავადუგებ აქ. პატარალის. წვეტები და კუთხეები არ უნდა კონდეს. ბარდა თუ მოწეს მამაზე. ხო, მაგას გავალამაზე. ეს რომელი ის არის? ზეფიერი. საბზირული ზეთი. მე ვიღაცა მოვა და არ ვარ. რაღაცებს ვიძახნიო. ფეტები. ჩაეშო გაუშვათ ახლა სტოიკაზე იქ და აი 4 წერტილე ელემენტ შემიძლია დავაყენო. აუ ჯიჯი. ვისაც ბაგაჟნიკის საბარგულის ამორტატორი არ გიმუშავებთ, შეგიძლიათ მარტივი რაღაც გააკეთოთ, ძალიან მარტივია. ეს ამორტატორი არ მუშაობდა, წერდით რომ ვარდებოდა. შეგიძლიათ უკან აღჭა ჩატეხოთ და ამუშავდება, აი. აი წორჩება. Weight reduction. აი გაფუჭდება რასაკეთე. საბარგულის ხილავს დავაწვევი. წავიდა. ისე ვნახე დააწვევი. გამოვიდა. როცა დაბლა ჩამოსვლაზე ვარდება რა. დავაწევოთ. ეხლა დავაწევოთ სერო. ეხლა რა ჩაერთო ბიჭო. აუ მოიწევ რა. ახლა საბარგულს საგნია. ბარგაკის ნელია უბრალოდ. ეგრევე აკულა მე რა. რითი რაცა ჩაწყვეტილია. ეი, ვოლგა. იქ არ მარ დაუბროს ეგრევე დაგეთქობა. მან დროზე ხარ არა, შენ რო შეგებო. ეგრა ზეუდა და ზეუდა და ერთი გრას კატილები და არის შეგნეთ ხო ის მანქანა რომ ყავდეს ისე მიყავდა მაინც არ გამოვიდნენ მაგახან.
და არბატული დაგვეკეთებინა. დავიწყო დავამთავრე. მოკლედ მოვჩი მანქანის გაკეთებას. ამას თუ გაკეთება ქვია არ ვიცი, მაგრამ ნახოთ რა შედეგი იქნება. რაც თავარია წინიდან ესთეტიური სილამაზე შევინარჩუნეთ. კაცი ძალიან გამძლე იქნება რა. ვისაც მეორედ მოსვლის გჯერა და ჩემო მორწმუნე მეგობრებო, იცოდეთ რომ მეორედ მოსვლის მერე ფრთხილად იარეთ სადმე ბამპერს ფეხი არ წამოკრათ. ამას არაფერი მოუვა. გაუძლებს ყველაფერს. დანარჩენი დისკები უნდა შევცვალო. რკინის დისკები მინდა. ხვალ იურიკო გამომიგზავნის. ამ დისკებს მოხსნის სალონი დავშალეთ, წამო. airbag-ები ამოვიღეთ. ეხა აქ რა ისა კაფის კარებში ჩაუშვათ კაფი ეხლა. თუ დაჯახებისა შეიძლება ხმამ შემაწუხოს და ერთი airbag-ი დარჩა. ეს სადაც ტორპედოში airbag-ი. იყოს ეგ რა გათიშულია ყველა მხრიდან. სკამები ისინი ამოღებულია, ჩიხოლებს ცოტას ამოვიღებთ. აქ ხაბარგული. ბევრჯერ გამოჩნდებოდა კადრში და გაცლილია. ესეც დაუყენეთ. მაინც რა ვიცი, ყველაფერი ძალიან რბილი აქვს ამ მანქანას და ნახოთ რა, უკანა ბამპერი. ძირითადად დარტყმის შემთხვევაში აი რამდენად იქნება ამას გაუძლებს ახლა რა. დარტყმას უკანა მხარე, მთავარია მე ვიყო დარტყმა გამაძელე და დარტყმა უნარიანი. всё, ეხლა დაგვრჩა კაფი მინდა რომ შევუშვათ კარებში. ო ვიცი ცოტა გავაქვს. ეს პრობლემა არ გარჩევა გარეთ იყო. ეს გამაგრდება. დასადები რო არის პატარა ხო ეს უგადებს. ეგ მოგწევი და წოდებს. ინოი. ეს ახლა გამაგრდება, გაიზრდება. და თავის მოვალეობას შეასრულებს იდეალურად. პირ ნათლად. მოკლედ შემდეგი ვიდეო იქნება ალბათ პირდაპირ შეჯიბრის. მართლა ძალიან დავიყარე. სახეზეც ხომ მეტყუა, თვალებზე ხომ მეტყუა. ყველანაირი შედუღების აპარატი გამოვიყენე, ყველანაირი ჭრის აპარატი, ყველანაირი საღუნი, საპრესი რა, ყველაფერი უბედურება რაც შეიძლება იყოს, ყველაფერი გამოვიყენე. ეხლა უკვე შაბათს იქნება შეჯიბრი. ხელის მოხრუჭი, გიდროუჩინი, ფიქრობ რომ დავაყენო, ჯერ ფიქრობ. ეგ ამ ვიდეოში ვერ მოხდება, მაგრამ შეჯიბრის ვიდეოში იქნება, იმიტომ რომ უცბად კორექცია რომ დამჭირდეს და თქვათ ბოდიში და ტრაკის ვინმეზე შემორტყმა ან გაქცევა უცბად შეიძლება დამჭირდეს და მაგიტო მინდა რომ დავაყენო ბარემ ეგეც და ნახოთ, ეგ ამ ვიდეოში ალბათ ვერ ჩაისმევა, ალბათ არა ვერ იქნება. მაგრამ მე იმას ვზავ რა ქვია, შეჯიბრის კადრებში ინახოთ. ეხლა დაგემშვიდობებით და დანარჩენი შაბათს შევხვდებით. იმედიათ ცოცხალი გადავრჩე. უნდა ვიბრძოლო ზეთის ბოლო წვეთამდე. ისე სხვათა შორის რომელიმეს გენახათ ზეთი არის ძრავში არ არის რა ვიცი. იგოქება და წითელი ქრება და. ზევითა. მართლა? ხო, მარის? სო? აი, უნახი ერეკლეს. დანარჩენი შეჯიბზე გადაწყდება. დროებით. ის